მოგესალმებით საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ასევე არიან ფონდი კომაგის ბენეფიციარები, იმყოფებიან დღეს ჩვენთან და მათ სურვილი აქვთ გააკეთონ საგანგებო განცხადება. ვიდრე საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, მე მინდა ჩემი ტკივილი და თანადგომა გამოვხატო ყველა პატიმრის და ყველა მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ამ უკიდურეს და საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან დღეს ციხეებში. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ჩვენ ჩემმა მეგობრებმა ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ გამოხმაურება ქონოდა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და გვინდა გავაკეთოთ დღეს განცხადება. პირველ რიგში ჩვენ უერთდებით იმ საპროტესტო განწყობას, რაც ბოლო 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც კი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ყველა, ეს არის ყველაზე საშინელი და ყველაზე ამაზრზენი, რაც კი ოდესმე სადმე მომხდარა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად სავარაუდოდ დაინიშნება ქალბატონი ეკას ღულაძე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, როდესაც ჩვენ ყველანი მოტყუებით დაგვაწერინეს პატაკები სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და პოლიტიკური ნიშნით 50-ზე მეტი თანამშრომელი გაგვათავისუფლეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. ეს ქალბატონი ეკას ღულაძე არც კი დაინტერესდა საერთოდ ჩვენთან შეხვედრით და ურთიერთობით, ხოლო პრესკონფერენციაზე მოგეხსენებათ ყველას უტიფრად, ცინიკურად, ხრების ჩეჩვით განაცხადა, რომ თითქოს მიმდინარეობდა როტაცია შინაგან საქმეთა ორგანოებში და ჩვენ პოლიტიკური მოტივით ჩვენ თვითონვე განვაცხადეთ უარი, რომ როტაციაში მეგვეღო მონაწილეობა. მაშინ, როდესაც მოგეხსენებათ დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების პირობებში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არანაირი ლოგიკით და ამას მე მგონი საზოგადოება ხვდება კიდევაც და აქამდე ჩამოვაყალიბეთ ჩვენი აზრი, რომ ვერანაირად ვერ ვიტყოდით მუშაობის გაგრძელებაზე უარს. ქალბატონი ეკას ღულაძე მინდა აღვნიშნო, რომ გახლავთ სწორედ იმ პირების მფარველი, იმ თანამდებობის პირების მფარველი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩვენს დათხოვნაში, რაც ჩვენი მხრიდან განსხვავებული აზრის არაერთხელ გამოთქმასთან იყო დაკავშირებული. ეს პირები გახლავთ და დღეს მოვიდა დღე იმისა, რომ ჩვენ ეს გვარები დავასახელოთ და დავასახელებთ კიდევაც. ეს პირები გახლავთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი გიორგი გრიგალაშვილი, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი, მეტროპოლიტენის საპატრულოს უფროსის მოადგილე და ამავე დროს საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურაბ უკლება. ამ ადამიანებმა ჩვენ გამოგვაცხადეს ქვეყნის მტრებად და ჩვენ თანამშრომლებს ჩაუტარეს არაერთი თათბირი ჩვენი სამსახურიდან დათხოვნის შემდგომ, რომ ეს ადამიანები, ანუ ჩვენ ვართ ქვეყნის მტრები, ვართ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები და ჩვენ ღირსები ვიყავით თვითონ და რომ სამსახური დაგვეტოვებინა. დღეს მათ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყავთ მთლიანად საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა, ჩვენ გვიკავშირდებიან და ისინი გამოხატავენ ჩვენდამი თანადგომას. აბსოლუტურად ყველა აღიარებს იმ სიმართლეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე. აღნიშნავენ იმასაც, რომ სამსახურის ხელმძღვანელები არიან სრულ აგონიაში და მათ შემდგომი მოქმედებების პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია. მივმართავთ მათ, ჩვენ ყოფილ კოლეგებს, საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომლებს, რომ არ შეასრულონ მათ უკანონო ბრძანებები, რამე თუ ისინი ემსახურებიან და უნდა ემსახურონ ქვეყანას და ხალხს და არა რომელიმე სახელისუფლებო თუ სხვა რომელიმე პარტიას. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ზემოაღნიშნული პირებით დაკავებული თანამდებობებიდან და ჩვენ ასევე იმედს ვიტოვებთ და ეს სულ მოკლე ხანში იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში აღდგება რეალურად სამართალი, იარსებებს დამოუკიდებელი სასამართლო და ჩვენ მივცემთ სამართლებრივ შეფასებას ის, რაც ჩვენ წინააღმდეგ მოხდა და განხორციელდა. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული, რომ საპატრულო პოლიცია ყოფილიყო თავის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მართლა ვიყავით სერვისი, რომელიც ემსახურებოდა ხალხს,
მაგრამ მას შემდეგ რაც ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და პარტია ქართული ოცნება, ესე იგი ისეთი დაბნეულობა მოხდა საპატრულო პოლიციაში, ჩვენი ხელმძღვანელები ვეღარ აკონტროლებდნენ უკვე სიტუაციას, იმიტომ რომ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ხალხს ემსახურება და კანონს ემსახურება, მასაც აქვს სურვილი, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ნორმალური პირობები კონდეს მის შვილებს და აი პირადად მე ვარ განთავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ როდესაც გამოჩნდა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ასპარეზზე, ესეთი რაღაცა განვაცხადე მეგობრებთან, რომ მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი სურვილი მაქვს, რომ 20 წელი ეს პრობლემა აღარ გადაწყდა, ჩემი ყველაზე სამოყვარული ოცნება არის, რომ ჩემს მიწაწყალზე დაუბრუნდა. შეიძლება გამოჩნდეს ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას და ბიძინა ივანიშვილი მე ვფიქრობ, რომ შეძლებს ამას. მე როდესაც დაგვიბარე ჩვენ 50 თანამშრომელი, გვეუბნებოდნენ ასეთ რამეს, იცი რა, მე მითხრეს, აი ეს ვაჟბატონები, რომელიც გამოკრული აქა, იცი რა, შენ ოცნებო და შენი მეოცნებე თვალები ჩვენ არ გვჭირდება. როგორ გაბედე და გააკრიტიკე შენ ჩვენი ხელისუფლება, რომ ვერ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. როგორ შეიტანე ეჭვი ამაში. აგერ ხვედელიძე არის გვარის გამო გაშვებული, ჩემი მეგობარი მამუკა არის გაშვებული, მისი ცოლის და რო არის ქართულ ოცნებაში გაწევრილი, ეს იყო სრული სიგიჟე. ეს იყო რაღაც აბსურდი, ესეთი რაღაცა ჩვენ არ გვინახავს რა. და ეს უნდა დამთავრდეს. საპატრულო პოლიცია, აი ხას უსვამს, საპატრულო პოლიცია უნდა ჩადგეს ისევ ხალხის სამსახურში. არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ კარგად ვიცნობთ კანონს პოლიციის შესახებ, რომელიც არ გვიგრძალა ჩვენ ამა თუ იმ ძალას თქვა, ხარი დაუჭიროთ, ან კიდე ნდობა გამოუცხადოთ ან რაღაცა. ჩვენ ვიცით რას გვიგრძალავს კანონი პოლიციის შესახებ. ჩვენ ეს არ დაგვირგვევია და სამწუხარო რომ აი ესე მოხდა და უმიზეზოდ გავყარეს ყველა სამსახურები და მაგრამ იმედი მაქვს რომ აუცილებლად დადგება ძალიან მალე ის დღე ჩვენ ჩავიცვეთ პოლიციის მუნდირს და ჩავდგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ხალხის სამსახურში აუცილებლად. დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი ჩვენი გახლავთ ის რომ ქალბატონი ეკატერინეს ღულაძე ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად, დღეს ასრულებს ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას და მინდა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი ფაქტი, აი ესე აბსოლუტურად უტიფრად ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი და თქვენ კარგად გახსოვთ და საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს ის პრესკონფერენცია, სადაც ქალბატონმა ეკამ განაცხადა, რომ ჩვენ თითქოს და წინასწარი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, აი ზუსტად ეს სიტყვები განაცხადა, დავტოვეთ შინაგან საქმეთა ორგანოები, რომ წინასწარ ვიღაცა შეუთანხმდით თურმე და არ გვაწყობდა პოლიციაში მუშაობა და იმიტომ დავტოვეთ შინაგან საქმეთა ორგანოები. მათ მოტყუებით ჩვენ დაგვაწერინეს პატაკები განთავისუფლებაზე და ჩვენი პატაკები გამოიყენეს და გაგვანთავისუფლეს გამოგვყარეს ქუჩაში. გამოგვყარეს ქუჩაში, დაგტოვეს ულუკმაპუროდ და მათ არანაირად არ ეგონათ ის თუ დღევანდელი დღე დადგებოდა და ასე ფარდა აეხდებოდა დღევანდელ ხელისუფლებას. მათ არანაირად არ ეგონათ. არც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებს და არც ქალბატონ ეკას არ ეგონა რომ დღევანდელი დღე დადგებოდა. მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა, რომ დღევანდელი დღე არის მხოლოდ დასაწყისი.